მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნათლისღებაზე. ვისაუბრებთ ქრისტეს ნათლისღებაზე და ვისაუბრებთ ჩვენს ნათლისღებაზე, თუ რა მოგცა ქრისტემ და რას ნიშნავს ნათლისღება. პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ნათლისღება იყოფა ორად. პირველი ნათლისღება ეს არის იოანის ნათლისღების მსგავსი წყალში თაფლით, თუმცა შინაარსი აქვს სხვა. შინაარსი არის მაგისი, რომ ქრისტესთან ერთად სიკვდილი და სამგზის, იმიტომაც არის სამჯერ წყალში თაფლა არის ეს სიმბოლო, სამი დღე მაცხოვარი ხორციელად რომ იყო საფლავში და სამი დღის მერე აღსდგა. ამიტომ, როდესაც მესამედ ამოვა, ეს არის აღდგომის სიმბოლო, განახლების სიმბოლო, ადამიანის განწმენდის სიმბოლო, სრულიად განთავისუფლების წინა ცოდვებისაგან და შემდეგი ნაწილი არის სულიწმინდის მიღება და სულიწმინდის გადმოსვლა ადამიანზე, რომელიც არის მირონ ცხებით. ამიტომ ნათლობა ორად იყოფა, ეს არის წყლით ნათლობა და სულით ნათლობა. რაც შეეხება ნათლისღებას, ეს ტერმინი არის უფრო ღვთისმეტყველებითი და შეიძლება ითქვას ნათლისღება ქრისტეს შემდეგ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნათლისღებულობთ, მაგრამ თვითონ როცა ვამბობთ იოანე ნათლისმცემელი, აქ უკვე ეს სიტყვა არ შეესაბამება იმას, რომ იოანე იყო ნათლისმცემელი. ეს ბაპტისტა ბერძნული სიტყვა ნიშნავს განბანვას პირველი მნიშვნელობით და ასევე განწმენდვას. და როდესაც იოანე ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მე გნათლავ თქვენ წყლით და მოვა ის, რომელიც თქვენ მოგნათლავთ სული წმინდით. აი ეს მე გნათლავ თქვენ წყლით არ არის, აი წყლით ნათელის მიღება არ ჯდება ისედაც, აქ შეიძლება ითქვას, რომ მე თქვენ გაგმწმენთ წყლით და მოვა ის, რომელიც თქვენ გაგწმენთ ცეცხლით და სული წმინდით. ანუ სული წმინდა არის ადამიანის განწმენდელი და იესოს სიტყვა. ამიტომ პირველი ნაწილი ნათლობის არის იქ მოდელი ეუბნება შეუდგები ქრისტესა. და აი ეს შედგომა ქრისტესი, სიტყვის შედგომა, ქრისტეს შედგომა, ქრისტეს მიღება, ქრისტეთი განათლება და ქრისტეთი ნათლის მიღება სიტყვით. ეს არის პირველი ნაწილი, რომლის შემდეგადაც ჩვენზე მეორე ნაწილზე გადმოდის უკვე მირონცხებით სულიწმინდა. და ამ სულიწმინდის გადმოსვლით ადამიანი იბადება ამას ნათლობას მეორე დაბადება, სინამდვილეში პირველი დაბადებაა სულის. როგორ შეიძლება ეს გავიგოთ? მაგალითად, თქვენ გაგიგიათ წინაპართა ცოდვები, რომ ნათლობის დროს მიეტევება ადამიანს წინაპართა ცოდვა. აი წინაპართა ცოდვის მიტევება ესეთი ცოტა რთულად ესმით და რთული გასაგებია, რომ თუ ვიტყვით ჩვენ, რომ ადამიანი ცოდვილი იბადება და ბავშვი არის ცოდვილი და რამე ცოდვა აქვს მას ჩადენილი და ან წინაპართა ჩადენილი ცოდვა მოყვება. ეს ასე არ არის სწორი ასეთი გაგება. წინაპართა ცოდვის მიტევება ნიშნავს რას? როდესაც ღმერთმა შექმნა ადამი, მას შთაბერა სული, ცოცხალი. სიცოცხლის სული, სხვანაირადაც ესე ითქმის.
და ადამი იყო სულიწმინდასთან შეერთებული და მას მიცა სიტყვა უთხრა ღმერთმა ადამიანს. ეს ღმერთის თქმა არის სიტყვის მიცემა, რომელსაც იმარხავდა, იცავდა ადამი. და როდესაც ადამი დაეცა, დაცემა ნიშნავს სიკვდილს, სულის. და როგორც მამები ამბობენ, ამ დაცემის დროს ადამი მოკვდა სულით, აი სულის სიკვდილი და ხორცის სიკვდილი განსხვავდება. ჩვენ როცა ხორცით გვდებით, ხორცი იშლება და ქრება, ანუ მიწა ხარ და მიწად მიიქეცი. მიწაში იფანტება. სულით სიკვდილი ესე არ არის. სული არ კვდება, თავის იმას უკვდავი ბუნება აქვს. სული უკვდავი ბუნების არის, ესეთი შექმნა ღმერთმა, მაგრამ სულის სიკვდილს ეძახიან, როცა მას შორდება ღმერთი. ანუ ადამი დაეცა, ნიშნავს, რომ ის ღმერთობიდან ჩამოვიდა ადამიანობამდე. ანუ მისი სული განშიშულდა, ის თუ იყო ღმერთის ჭურჭელი, აი ეს ჭურჭელი დაცარიელდა. ჭურჭელი არ გამტყდარა. ადამიანის სული ცოცხალია, მაგრამ ცოცხალია ადამიანურად და არა განხრთობილად. ანუ ის არსებობას ინარჩუნებს, მაგრამ მასში ღმერთი არ არის და ღმერთთან კავშირი დაკარგა. აი ეს მდგომარეობა ქონდა ადამიანს, როდესაც ის გამოდევნილი იქნა სამოთხიდან. მას ღმერთი უკვე გარედან ესაუბრება და ამიტომ ბიბლიაში არის მოთხრობილი ესეთი, რომ ღმერთმა რო დაუძახა ადამიანს ადახარ, ადამიანმა უთხრა, რომ შენი ხმა მესმა გარედან, როცა ბაღში მიმოდიოდი, გავიგე და დავიმალე. ანუ გარედან ესმა, ღმერთი გარედან მოქმედებს და ესეთი რამე აქვს ნათქვამი ერთ წმინდა მამას, სანამ ადამიანი ნათელს იღებს, მანამდე ეშმაკი მოქმედებს შიგნიდან და ღმერთი გარედან, მაგრამ როგორც კი ნათელს იღებს, ღმერთი მკვიდრდება ამაში და ღმერთი მოქმედებს შიგნიდან და ბოროტი გვებძვის გარედან. და აი ამ დაბადებით, ანუ ნათლისღებით, ჩვენ ვიბადებით, ნიშნავს, რომ ჩვენ გვიერთდება ღმერთი. სიტყვა ღვთისა და გვიერთდება სული ღვთისა. და ჩვენ ისევ როგორიც იყო შექმნილი ადამი, აი ისევ ჩვენ ხვდებით ღვთის ჭურჭელი, ღვთის მატარებელი, ღმერთ შემოსილი, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ესე იგი, ის წინაპართა ცოდვა არის ღმერთს მოშორებულობა. ანუ სული იბადება, ადამიანის სული სულთა, ადამიანი ოღონდ ღმერთთან შეერთების გარეშე. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ქრისტე იყო უცოდველი, რადგან ცოდვას, როგორც ღვთისმეტყველები ამბობენ, ცოდვა ერთადერთი ცოდვა არის ღმერთს მოშორებულობა. სხვა ცოდვები, რომელიც არის ცოდვათა ჩამონათვალი, ყველა იმიტომაც არის ცოდვა, რომ ღმერთს გაშორებს. ანუ მთავარი და უმთავრესი ცოდვა არის ის, რომ ღმერთი შორდება ადამიანს ამა და ამ საქმიანობის, ან ასეთი ფიქრის, ასეთი გულისხმების დროს. ეს გულისხმა იმიტომაც არის ცოდვა, რომ ღმერთს გაშორებს. ანუ ქრისტეზე რო არის ნათქვამი, რომ ის არის უცოდველი, ის უცოდველია ჩასახვიდანვე, რადგან ქრისტე არ დაბადებულა უბრალოდ цаრიელი კაცი. ის ღმერთმა მარიამის მუცელშივე შეიერთა, ანუ მარიამის მუცელშივე ის იყო ღმერთთან შეერთებული და ღმერთი იბადება. ღმერთ კაცი იბადება, ამიტომ შეუძლებელია ცოდვა, ანუ ღმერთს მოშორებულობა მივაწეროთ ღმერთს, რომელიც დაიბადა. და აქედან გამომდინარე, ქრისტე ამ უცოდველობას ჩვენ გვანიჭებს ნათლობის დროს, ანუ ღმერთს შეერთებულობას. და ქრისტეს მიერ, როცა ნათელს ვიღებთ, ჩვენ ღმერთი გვიერთდება და ეს ნათლობა არის დასაწყისი ქრისტიანობის და დასასრულიც. ანუ სისრულეც და დასაწყისი. სისრულე იმ გაგებით, რომ სრულად ვიღებთ სულიწმინდას. სრულად ვიღებთ სულიწმინდას და უკვე ჩვენზეა მისი შენარჩუნება, სულიწმინდის შენარჩუნება და
და სულიწმინდით სიცოცხლე იარეთ სულით. ასევე პავლე მოციქული ამბობს, ოდესღაც იყავით ბნელი, ეხლა ხართ ნათელი. ანუ ყოველი დაბადებული სული არის ბნელი და ის ნათდება, როცა მასზე გადმოდის სული წმინდა და როცა ის ქრისტეს სახელით ნათელს იღებს. ხა თქვენ რო საუბრობდით შინაარსი განმარტა ხა მამა ნათლისღება თუ რა ხდება ნათლისღების დროს ადამიანში და მე გავაგრძელებდი რომ აი ფორმასაც ეკლესიაში რო არც ერთ ფორმას ყველა ფორმას აქვს თავისი მნიშვნელობა. აი მაგალითად კირილე იერუსალიმელს აქვს ესეთი წიგნი აქვს დაწერილი, სხვათა შორის საინტერესოა ნათლისღებაზე და იქ არის 18 თავია კათაკმეველთათვის, ანუ ვინცვის მოუნათლავია და უნდა განსწავლო ნათლის მისაღებად და 5 თავია მერე უკვე მონათლული ადამიანისთვის. და აი რო შევადაროთ ის არის ხო ეხლა 18 თავი, ანუ რამდენად უნდა განისწავლო, რამდენი სიტყვა თქვა ამ წმინდა მამამ, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რისთვის ინათლება. და შემდეგ ეს მონათლული ადამიანი არის ზუსტად რომ უერთდება ღმერთს და აი ფორმა რომ აქ ამ წიგშია კირილე იერუსალიმელს რომ რატო არისო ნათლისღების დროს რომ ადამიანი ის ვინც ინათლება და მისი ნათლია ვინც არის მღვდელი მიმართავს რომ მიბრუნდი დასავლეთისკენ ის დასავლეთისკენ რომ მიბრუნდება მაშინ ამბობს რომ განმეშორები ეშმაკისაგან უარყოფს ეშმაკს ფუი ეშმაკს და შემდეგ ეუბნება რომ მობრუნდი აღმოსავლეთისკენ ანუ მობრუნდება პირით აღმოსავლეთისკენ და შემდეგ ამბობს რომ შეუდგები ქრისტეს და ამ მოქმედებაზე წმინდა მამა ესე განმარტავს რომ ეს არ არის შემთხვევით დასავლეთი და აღმოსავლეთი ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე აღმოსავლეთი საერთოდ სიმბოლურად ეს არის ღვთის მხარე და დასავლეთი მისი მოწინააღმდეგე მხარე არის ეშმაკის მხარე და მიბრუნდიო ანუ მიბრუნდი ეშმაკისკენ ანუ მიბრუნდი იმისკენ ვინ შეგემტერება იცოდე ის ვინ არის და რომ მიბრუნდება რომ იცოდე ის ვინ გებრძვის როგორ გებრძვის რატომ გებრძვის უარყავი ის და როცა მას უარყოფ აი ამის შემდეგ არის რომ გეუბნება მღვდელი რომ მობრუნდი უკვე აღმოსავლეთისკენ და თქვი რომ შეუდგები ქრისტეს და ეს არის რომ ესე დროს ნათლობის დროს რომ ის შეუდგება ქრისტეს და აი ბასილი დიც რო აქ განმარტება კიდე წიგნი აქვს ორი წიგნი დაწერილი ნათლობაზე და იქ საინტერესოდ ამბობს ბასილი დიდიც რომ მოციქულებს რო უთხრაო ქრისტემ წარვედი და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა დაძისათა დასულისაწმინდისათა ბასილი დიდი ამბობს რომ მაგ ორად არისო გაყოფილი ჯერ არისო რომ წადი და მოიმოწაფეთო და შემდეგ არისო რომ ნათელი ეცითო ანუ ეს წადი და მოიმოწაფეთ ეს არისო ზუსტად ეს კათაკმებლობის შინაარსი რომ დაიმოწაფო ადამიანი აღზარდო გააცნო თუ რას ნიშნავს ნათლისღება რას ნიშნავს ქრისტიანული ცხოვრება თუ რისთვის უნდა მოინათლოს ეს ადამიანი და აი ამის შემდეგ არის რომ ნათელი ეცითო მათ სულიწმინდის სახელით და აი ეს ცოდნა ანუ იმის თქმა მინდა რომ როგორი აუცილებელია ადამიანი რომ ინათლება რომ მან უნდა იცოდე ხო ქრისტეს შეცნობა რომ იცოდეს თუ რატო ინათლება და რისთვის ინათლება პავლე მოციქულსაც რო აქვს რადგან ქრისტეს არ მოვლენი ვარ მოსანათლად არამედ სახარებლად და მეორე აქ კიდე ესეც კორინთელებთან არის აქ რადგან თუ ახარებ არაფერი მაქვს სასიკადულო ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობა ანუ პავლე მოციქული აქ ანუ ვახარებ ნიშნავს ვასწავლის ხო აი ამ ვასწავლის უფრო წინ აყენებს ვიდრე ვნათლავ იმიტომ რომ აი ხა როგორც აი მამა ილი ამბობდა აი ნათლობას სწავლების გარეშე ანუ თუ არ განისწავლა ადამიანი და ტრადიციის გამო ინათლება სარგებელი არაფერი არ აქვს. ამიტომ პავლე მოციქული აქ იმას კი არ ამბობს, ნათლობას კი არ აკნინებს, თვითონაც საუბრობს რომ სტეფანეს სახლი მოუნათლეო, იქ კიდე ტიმოთე მონათლა, ანუ თვითონაც აღასრულებდა ნათლობას, მაგრამ აქ ხას უსვამს იმას, რომ სწავლება არის მნიშვნელოვანი და აი ამ განსწავლის მერე არის აუცილებელი ნათლობა. აი როგორც წადი და დაიმოწაფეთ ხო ჯერ და მერე ეცი თუ ნათელიო და
ეს ნათლობასაც ასევე ხო ვეძახით ჩვენ შობას. ხო და ნათლობასთან ერთად შობა არის ასევე სინანულიც, ხო? აი სინანულიც ანუ ნათლობით ხო ხდება ადამიანებისთვის ცოდვების მიტევება, მაგრამ ამის შემდეგ ადამიანი მაინც ცოდავს. და ამისთვის დააწესა ეკლესიამ ხო სინანული და ანუ სინანულსაც უწოდებენ შობას და აი რატო უწოდებენ ახლა შობას? აი შობის დროს რა ხდება ადამიანი რო იშვება დედის მუცლიდან შემოდის ახალ სამყაროში. აი გარდაცვალებასაც ჩვენ ხო შობას უწოდებთ. აი გარდაცვალების დროსაც რა ხდება? ადამიანი შედის ახალ სამყაროში. ანუ ახალ სამყაროში დაბადება ხდება. შობა ამას ნიშნავს და სინანულსაც შობა იმიტომ ეწოდება რომ სინანულით აი სინანულს ხო ამბობენ რომ ბერძნული სიტყვა და გონების მოbrunებას ნიშნავს. ანუ სინანული არის გონს მოსვლა. ანუ როდესაც ადამიანი გონს მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახალ სამყაროში შევიდა. ანუ ცნობიერებით მან დაინახა რა არის შეცდომა და რა არის სწორი და ამით გონებით ახალ სამყაროში შევიდა. ეს უძღები შვილის სახარებაში არის კარგად, რომ წერია, რომ გონს მოეგო, ხო, უძღები შვილი და რომ უბრუნდება მამას. და ხა ეს გონს მოსვლა რაშია? ეს არის აქ ყველაზე საინტერესო, აი გონს მოვიდა და აღნიშნულია მერე სამი ფაქტორი, რაში მდგომარეობდა ეს გონს მოსვლა. და პირველი არის, როგორც აქ წერია, მამაჩემთან რამდენი მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, ბეკის შიმშილით ვკვდები. ეს ამ სიტყვებს ამბობს, აი გონს მოვიდაო მაგის მერე. და ანუ პირველი აქ რა ხდება? ანუ ხედავს ახლა აქ ხო ამ სახარებაში мама არის ღმერთი, ხო? და პირველი რას ხედავს? რომ ხედავს იმას, რომ სიკეთე, ყველანაირი სიკეთე მოდის მამისგან, ანუ ღვთისგან. მეორე რას ამბობს? შევწოდეო ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ანუ ხედავს შეცდომა სადაა დაშვებული. ანუ რა შეცოდა ღვთის წინაშე და რა შეცოდა კაცის წინაშე. ესაა გააზრებული. და მესამე ამბობს რომ ღირსი არა ვარო რომ შენს ძედ ვიწოდებოდეო მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანიო. ანუ აქაც ნახე რა განცდა აქ იმისი კი არა რომ კვლავ ძის ხარისხში დაბრუნდეს. ანუ უნდა მამასთან იყოს თანახმაა, ოღონდ მოჯამაგირეც იყოს და ის ამ სახით იყოს მამასთან. ანუ სამი კატეგორიის რაღაცაში ხდება გონს მოსვლა. ერთი დანახვა იმისა თუ საიდან მოდის სიკეთე, მეორე ის რომ ვის წინა შესწოდა და რა შესწოდა და მესამე რომ პრეტენზია არ აქვს. პრეტენზია არ აქვს იმისა რომ იყოს ძე. აი ეს არის გონს მოსვლა. ანუ დაინახა ამ გონს მოსვლით აი ამ უძღებმა შვილმა დაინახა თავისი შეცდომაც, დაინახა სიკეთეც და დაინახა ის რომ ღირსი არ იყო და პრეტენზია არ ჰქონდა ამ ყველაფერს. ანუ ახალ სამყაროში შევიდა თავისი ცნობიერებით, თავისი აზროვნებით და ამიტომაც ეძახიან ასევე აი ამ სინანულს მეორე შობას. და აი ხშირად ხა ყველას აინტერესებს ხო კაცმა მაგალითად მივიდა, შეინანა და შეენდო თუ არა ცოდვა. და ამისი ეს რითი უნდა გაიგოს, როგორ უნდა გავიგო ახლა მე შემენდო თუ არა ცოდვა და ამაზე აქ ბასილიდიც ესეთი საინტერესო ის რომ თუ ის ცოდვაო რომელშიც იყავიო შეგძულდაო და იმის საპირისპირო სათნოებას აკეთებო ეს ნიშნავს იმას რომ ეს ცოდვა შეგენდო და ის გამახსენდა სახარებაში საქეს სახარება როა საქესთან რომ მიდის მაცხოვარი სახში და საქეს ეუბნება რომ დღეს ამ სახლის ხინება მოხდაო ანუ გამოხსნა მოხდაო ანუ შენდობა მოხდაო ამ სახლისო და ეს როდის ეუბნება ქრისტე როცა საქე რომელიც მებაჟე იყო ამბობს რომ ვისაც რა წავართვიო ოთხმაგად დაუბრუნებო ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს დაურიგებო ანუ საქე როგორც კი გახდა იმის საპირისპიროც რაც იყო ანუ ადრე იყო მოძალადე წამრთმევი და გახდა პირიქით მოწყალე ანუ იმის საპირისპიროს კეთება დაიწყო რასაც მანამდე აკეთებდა და ამის მერე ეუბნება ქრისტე რომ შენი გამოხსნა მოხდაო ანუ შენდობა მაშინ მოხდა როდესაც გახდა იმის საპირისპირო რაც მანამდე იყო და ეს არის ესე ვთქვათ
მოწყობა იმისი, რომ ადამიანს ენდობა თუ არა ცოდვა და რა შემთხვევაში შეგენდობა. და ერთი ის კითხვა მაქვს ესეთი ამ იმასთან ნათლისღებაზე იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით, ახლა ამ ნათლისღებას იოანე ნათლისმცემლის მთავარი ის რა იყო, რომ განეცხადებინა ძეღვთისა, ხო, აჰატარიგი ღვთისაო. და იოანე წინამორბედი იყო, იმიტომ რომ ხალხი შეამზადა ქრისტეს მისაღებად. და აქ კითხვა დამებადა ესეთი, რომ აი სიმონ მიმრქველმა ხო მიირქვა ქრისტე. და აც განუტევე მონაჩემი, ანუ აღესრულა. და ქრისტე ახლა იოანე ნათლისმცემელის მთავარი მოღვაწეობაც რა იყო, მთავარი მისია რა იყო ის, რომ ჰატარიგი ღვთისა, ხო, ხალხი განემზადებინა და იქვე რატო არ აღესრულა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად როგორც სიმონ მიმრქმელი. და ამის შემდეგ ხდება, რომ იოანე ნათლისმცემელი ამხელს ჰეროდეს და თავს ჭრიან. და ნათლისმცემელს უმთავრესი მისია შესრულებული ქონდა, ანუ ის რისთვისაც იყო მოვლენილი, ის უკვე გაკეთებული აქვს. მაგრამ ამის მერე მაინც აგრძელებს ყოფობას და ამხელს ჰეროდეს. და ამაზე კითხვა დამიბადა, რატო მოხდა ეს ჰეროდეს მხილება, ანუ გამოდის, რომ იქ იმიტომ არ აღესრულა, მაგალითად როგორც სიმონ მიმრქველი, რომ აი ამ ჰეროდეს მხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამის გაკეთებასაც, თორე ისე არ მოხდებოდა. თვითონ სიმონ მიმრქველი არ აღსრულებულა. იქ არნიშნავს იმას, რომ მომკალიო, უბრალოდ ეს გამოთქმაა ესეთი, რომ უბრალოდ მე არ ჩანს, თორე აღსრულებით არ აღსრულებულა. სიმონ მიმრქველი ეს გამოთქმა არის, რაც განუტევ მონაიშენი, ანუ აი სატყოფნა წალევა და აცი რომც მოვკვდე, უკვე ეს ბედნიერი ვარო, აი ამას ნიშნავს და 4 სახარება ხო არსებობს. 3 სახარება არის ნათლისმცემლის აღსრულების შემდეგ, რომ იწყებს ქრისტე თავის მისიას. ხო. და იოანეს სახარება არის მარტო, რომელიც მანამდელს აღწერს და შემდეგ უკვე ახან აღწერილია. არ წერს, ცოტას წერს იქიდანაც, სხვანაირად ისტორიას წერს და ამიტომ უნდა დაეწერა და ჯვარცმაზე გადადის თითქმის იგი იესოს ლოცვა. ანუ მაცხოვარი სანამ ნათლისმცემელი ცოცხალი იყო, მანამდე ნათლისმცემელს ფაქტიურად მას აძლევს უფლებას, შესაძლებლობას, რომ განაცხადოს, განუცხადოს ხალხს ქრისტე. და მერე უკვე თვითონ იწყებს განცხადებას თავის. და ამიტომ როგორც ამბობენ, რომ ფაქტიურად მაცხოვარმა თავისი მისიონერული მოღვაწეობა, მოქმედება, თუ შეიძლება ესე მოღვაწეობა ეწოდოს, მოქმედება დაიწყო ნათლისმცემლის შემდეგ და ნათლისმცემლის მოქმედებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება. აი ზოგჯერ ჩვენს გვაყვედრიან ხოლმე აი ის რატო არ თქვი და იქ ესეთი და აი როდესაც ნათლისმცემელი გამოვიდა უდაბნოდან, მერე კი არ გაუკეთებია ჰეროდეს ეგ ამბავი. ჰეროდეს ყავდა ის ჰეროდიადა ცოლად, თავისი ძმის ცოლი და ნათლისმცემელი არ მისულა ჰეროდესთან, არამედ ქადაგებდა, რომ ქრისტე მიიღოთ და ეს გაასწორეთო თქვენი გზები, ბილიკები, ნიშნავს, რომ ის სამართლობა ღვთისწინაშე, ანუ უსამართლო დრო იქცევით, თქვენი სამართალი გაასწორეთო, თორე იმას ვერ მიიღებთ. ეს იყო სინანული, რომ გონება გამოესწორებინათ მისაღებად და როდესაც თავის მოვალეობას შეასრულებს უმთავრეს, რისთვისაც გამოუშვა ღმერთმა. ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ადამიანი გრძნობდეს საკუთარ მისიას. ისე როგორც იოანე მიცოდა ეს საკუთარი მისია. ვინ ხარო შენ? მე ვარო ხმა მღაღადებელი უდაბნოსაშენი, ვინ ახარ შენ? აი
ძალიან ხშირად ადამიანს ღვდელს ეპისკოპოსს აი ვინ ხარ შენ რა მისია ვერ გეტყვის რა მისია აქვს აი რა არის მისი აი რა უნდა გააკეთოს რა დაავალა ღმერთმა თითქოს როგორ არის იცი უმეტესობას საქართველოს ეკლესიაში მღვდლობა აქვს თავისთვის და ეს მღვდლობა რისთვის მიეცა მარტო იმისთვის მოგეცა რომ წირო და აზია რომ ადამიანის სხვა არაფერი აი მისია რა არის შენი აი ეს არიციან ეს ბევრმა არიცის და ამაზე არ ფიქრობენ და ეს ადამიანმა უნდა იცოდეს ვინ ხარ შენ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინა ვართ როცა იოანეს ეკითხებიან შენო ქრისტე ხარო არაო ილია ხარო არაო წინასწარმეტყველი ხარო არა მაშინ ვინა ხარო მეორე ხმა მღაღადებელი უდაბნოსაში იცის ვინ არის და როდესაც აი ამ თავის მისიას აღასრულებს და ქრისტეს განუცხადებს მერე მიდის ჰეროდესთან და მერე ამხელს ის მანამდეც იყო მაგრამ არ უთქვამს არაფერი ანუ უმთავრეს უნდა აკეთებდე აი ყველაფერს არ უნდა მიედმოედებოდე უმთავრეს შენს მისიას უნდა აღასრულებდე და როცა იმ უმთავრეს გააკეთებ აი მერე შეგიძლია მიხვიდე და ის შეიძლება ითქვას მეორე ხარისხოვანი ისიც გააკეთო ერის მიმართებაში თუნდაც და ეს დავძენ შენ რო თქვი მომავალ აღმოსავლეთი და დასავლეთის ამბავი დღეს ეს ბევრს ისე გაიგო ცუდად არ გაიგონ იმიტომ რომ ერთი ეპისკოპოსი ამბობს დასავლეთს ვაფურთხებთო იმ დასავლეთზე არ არის საუბარი ხო და დასავლეთს ვაფურთხებთო ჩვენო და ანუ ის რომ ეკლესიაში დასავლეთისკენ მიაბრუნებენ ეს გონია ხა თბილისში თუ დასავლეთისკენ მივაბრუნეთ ეს დასავლეთ საქართველოსთვის ვაფურთხებინეთ თუ ეს როგორი მაგალითად ახლა იერუსალიმში თუ ნათლავს ვიღაცა და დასავლეთით დააყენებს ისრაელში ხა ჩვენ ვართ ისრაელიდან დასავლეთით ხო ხო და წარმოიდგინე ესე იგი საქართველოს აფურთხებს ესე გამოდის მაშინ ანუ ხო და რას ნიშნავს ეს აღმოსავლეთი და დასავლეთი აღმოსავლეთი როგორც აი მზეზეა ეს მზის ხო სიმბოლური მზის სისტემა აი მზე ამოდის აღმოსავლეთით და ჩადის დასავლეთით ნუ მზე არც ამოდის არ ჩადის მაგრამ ესე ჩას ხო ხო და აი დასავლეთით რომ დასავლეთი არის დასავალი მზის დასავალი ადგილი ქართულშიც ესეა და აღმოსავლეთი არის აღმოსავალი და აღმოსავლით აღმოწყინდა უფალი აღმოსავლით ანუ აღმოსავლით აღმოგვიწყინდა ღმერთი და დღესაც ეს აღმოსავლეთისკენ საკურთხეველი იმიტომ არის რომ იქიდან ეს სიმბოლოა რომ ღმერთის აღმოწყინების და დასავლეთი თვითონ ტერიტორიულად კი არა დასავალი არის სიმბოლო სიბნელისა და არა თვითონ დასავლეთი ტერიტორია რასაც ვამბობთ ან ტერიტორია დასავლური კულტურა მაგი კი არ არის საქმე ნათქვამი არამედ ნათქვამია მზის ჩასვლის გამო და რომ ბნელდება იმის გამო არის ნათქვამი და მაგას ნიშნავს ეს აღმოსავლეთ დასავლეთი. ეგ აი ხა თქვენ რო თქვით მაგაზე დავფიქრდი რომ მღვდლის მოვალეობა აი როგორც იოანე გრძნობდა რა იყო მისი მისია. ეხა მისია ხო რო ვთქვათ აი ექიმის მისია რა არის? განკურნოს ავადმყოფი, მაგრამ თუ ადამიანი მოდის, რომელიც ცნეულია, ავადმყოფია, ხო პირველი რა არის ის ფიქრობს, აი მაგალითად თუ რაღაც სხეულის სხვა ნაწილი უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე მეორე ნაწილი, იწყებს იმის კურნებას, რომელიც უფრო მეტად არის დაზიანებული. და შენი მისია ყოველთვის არის ის, რომ იმ დროში, შეიძლება ერთ მარჯვენა ხელიც გაქვს მიიღე დამწვრობა და მარცხენაზე, მაგრამ თუ მარჯვენაზე უფრო მეტად მიიღო ადამიანმა დამწვრობა, მაშინ ჯერ ამ ხელის კურნებას იწყებს. იმიტომ რომ ამისი მიტოვებით შეიძლება მთლიანად სხეული უფრო ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს თვითონ ადამიანი და ანუ ჯერ იმ ავადმყოფობას ეხები, რომელიც უფრო მეტად ძლავრობს მასში. აი ესე მღვდლის მოვალეობაც არის, რომ იმ დროს, რა დროშიც ის სიტყვას ამბობს, ეხებოდეს იმ პრობლემას, რომელი პრობლემაც ყველაზე უფრო მძიმე დგას. და შეიძლება ის რაღაცა მცირე პრობლემა მეორე რომელიც არის, ამას ჯერჯერობით არ ეხება, იმიტომ რომ ჯერ თავარია განსაკურნებელი და აი სხვათა შორის ღმერთი რო ამბობს, რომ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი, არის ყველაზე პირველი მცნება და მასეა მთელი რჯული დაკიდებული ესე რო ვთქვა, თუ შეიძლება ესე ითქვას და აქ არის საინტერესო, რომ რატო ამბობს ღმერთი მოყვას.
ეხა მოყვასი არის ახლობელი, ხო? ახლობელს ნიშნავს და აი რატო არ არის ნათქვამი, რომ ზოგადად ადამიანი, ან ზოგადად კაცობრიობა, რატომ მაინც და მაინც მოყვასი? ესე იგი შენს ახლოს მყოფი და რო დავაკვირდებით, საერთოდ შენს ახლოს მყოფთან სიყვარული თუ არ გაქვს, მაშინ კაცობრიობა და ზოგადად ადამიანი არ გეყვარება. იმიტომ რომ ადამიანს უფრო მეტად უჭირს აი ადამიანთან რომელთანაც ყოველდღიურ შეხებაში ხარ, ის ადამიანი თუ არ გიყვარს, თუ იმ ადამიანს ვერ ტვირთულობ, თუ იმ ადამიანის გახარებისთვის სასიკეთოდ არ იქცევი, მაშინ გამორიცხულია იმას, ვისაც არ იცნობ და ვისთანაც შეხება არ ქონია, იმ ადამიანზე იზრუნო და ამიტომაც არის რომ ახლობელი და აი ზუსტად თუ დღეს მღვდელი ხო რომელსაც არ უყვარს ის ადამიანი ვისაც ხედავს ყოველდღიურად რომელიც იტანჯება, რომელსაც ტკივა, რომელიც წუხს და მასზე არ ზრუნავს, შეუძლებელია მან რომ იზრუნოს სხვა ადამიანზე და მას ახლა სხვა ზოგადად ადამიანი უყვარდეს და ამიტომაც არის რომ ადამიანი აი მოყვასი სიყვარული, ახლომყოფის სიყვარული თუ შენ გვერდით ყოფი არ გიყვარს, სხვა მით უმეტეს არ გიყვარება. ვაჟასა, ქვაგი კოსმოპოლიტიზმის საწინააღმდეგოდ იქ ამბობს, რომ ნუ მაშინ იყო ეთყობა, რომ სხვისი სამშობლო უფრო უყვარდათ, ვიდრე საკუთარი ეს რუსეთიდან ჩამოსულ კომუნისტებს და ჩეკისტებს და იქ ვაჟა ამბობს რომ ადრე ვაჟა, მაგრამ იქ ამბობს ერთ რაღაცას, ეს პრობლემა ყოველთვის იყო, ვისაც საკუთარი დედა არ უყვარსო, შეუძლებელია სხვისი დედა შეიყვაროსო, ვისაც მოყვასი არ უყვარს, იმან შეუძლებელია ის მოყვასი, ის ადამიანი შეიყვაროს, რომელიც მას არასოდეს არ უნახავს. აქედან გამომდინარე, სორს ამბობ, რომ თუ ეს არ გიყვარს, ვისაც ხედავ და ვისთანაც ურთიერთობა. და ალბათ მაგიტომაც არის თქო, რომ აი მოყვასი. თუ ეს გიყვარს, შენი დედა გიყვარს, და სხვის დედასაც აფასებ. სხვისი დედაც გიყვარს, იმიტომ რომ ადამიანი ხო ესე არის შედარებით აზროვნებს ყოველთვის და როცა იცი დედა შენთვის რა არის, მე იცი იმისთვისაც რა არის დედა. ხო და ამიტომ როგორც მოყვასი არის ადამიანი, ისე არის ისიც ადამიანი და თუ ეს გიყვარს, მე გიყვარება ისიც. აი ეს მარკოს მოღვაწესაც აქ ახლა ნათლობაზე რომ ისა წიგნი აქვს, პატარა კაი თავი აქვს ნათლობის შესახებ და იქ წერია ესე ამბობს, რომ ჩვენ გვეძლევაო მადლის სრულყოფისთვის, მაგრამ არ ხვდებითო სრულყოფილები. სრულყოფილები უნდა გავხდეთო. მაგრამ ზუსტად ნათლობის დროს ღებულობთ ამ მადლს, რომლითაც გავხდებით სრულყოფილებიო და უნდა გავხდეთო ჩვენ. და მე ესეთი მაგალითიც აქვს, რომ აი როგორც ერთი მარცვალი მოგეცა და ამ მარცვლის გამრავლებით შენ შეგიძლია უამრავი ათასობით მარცვალი გქონდეს. მაგრამ თუ ის ერთი მარცვალი არ გაქვს, შენ მას ვერაფრით ვერ გაამრავლებ. რაც არ უნდა იშრომო, რაც არ უნდა იღვაწო, მიწა რაც არ უნდა კარგად დაამუშავო, ის მარცვალი აუცილებლად გჭირდება და ნათლობა არის ზუსტად ის მარცვალი მადლის მიღება, რომელი მადლის გამრავლება შეუძლია ადამიანს და ამიტომ აი როცა ამბობი რომ ნათლობის გარეშე არის, ნათლობა აუცილებელია რომ ადამიანი მოინათლოს, იმიტომ რომ ნათლობის დროს არის რომ ღებულობთ ეს როგორ არის იცით აი სრულყოფილად გვეძლევა სრულად გვეძლევა სულიწმინდა მაგრამ სრულყოფილი შენ არ ახარ მაგას ამბობს იმიტომ რომ შენ აი დააკვირდით როგორი რაღაცა ცხოვრობდე სიბნელეში სადღაც აი სადღაც ქალაქია თუნდაც და მარტო ხარ და სიბნელეა და ვიღაცა მოგცა დიდი ფანარი რომლითაც შეგიძლია რასაც მიანათებ გაანათო. და აი ამ სიბნელეში მოგცეს ფანარი, ეს არის აი გადმოვიდა შენზე სულიწმინდა. და იწყებ გამოკვლევას. რასაც მიანათებ, ხედავ ზუსტად, რომ ეს არის ქვა, ეს არის ხე, ეს არის ყვითელი, ეს არის წითელი. ანუ აი ეს უკვე შენზეა. ანუ სრულყოფილების მიღწევა ნათლობის შემდეგ, მაგრამ ეს ფანარი სრულყოფილი გაქვს. ფანარი სრულყოფილი, ანუ სულიწმინდა სრულყოფილად გადმოდის ადამიანზე, მაგრამ უკვე შენ ამას როგორ მიყვები, ისე იზრდები. ანუ შეუდგები ქრისტესა. აი შეუდგები არის იქ. და შედგომილ ხარ. ანუ შედგომა ნიშნავს სulis დასაწყისს. და აი ღმერთი სრულად გადმოდის, მაგრამ სვლა შენზეა უკვე. ღმერთს რომ მიყვები. აი ძალიან საინტერესო არის ნათლობის წინა სახე
ნათლობა არ არის, მაგრამ წინა სახეს ეძახის ყველა ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის ერი, როცა სხვას გადის. ხო. და ნათლისღების წინა სახეა. დააკვირდი ახლა ისრაელის ჯარი ეწევა ისრაელს და ისრაელი დგას, მოსე დგას ზღვის პირას, იქეთ ზღვა არის, აქეთ ფარაონი. არცდა წასასვლელი არ არის. ტერიერი ძალიან ახლოს, უკვე ერთად არიან, ხო? და მაშინ ეუბნება, რომ დააღირე, ხო, კვერთხი. და ამ დროსო ანგელოზი, რომელიც წინ მეუძღვებოდა, უკან დაუდგაო ერს. უკან დაუდგაო ისრაელის ერს. და ფარაონი რო არ გაკარებოდა. და აი ეს ერი რო გადავა, ისე უდაბნოში. აღთქმულ მიწაზე კი არ შევა. მაგრამ ფარაონი ჩააღრჩო ღმერთმა ზღვაში. დააკვირდი რა მოხდა ახლა თუ ნათლობის დროს რა ხდება. ნათლობის დროს მტერი სრულად განადგურებულია. ხო. ანუ ანგელოზი დააყენა მტერსა და ერს თავის ერს შორის. მტერი გაანადგურა. ჩაიხრჩო ზღვაში. და მაგრამ თვითონ რო გავიდა მოსე და ერი რო გავიდნენ ნაპირზე, აღთქმულ მიწაზე კი არ შესულან. ისე უდაბნოშია. ანუ ჩვენ რო ვინათლებით, ისე ვიქავართ. ხო და აღთქმულ მიწაზე რო შეხვიდე, შენ უნდა იშრომო. მაგრამ მტერი მოშორებული ყავს. ეშმაკი დადგუნულია, ეშმაკი განდევნილია შენგან. და სრულიად არის ნათელი შენში. ნათელი გადმოსული. და უკვე შენზე არის, რომ შენ რამდენად შეუდგები ქრისტეს. ანუ სიტყვას რამდენად შეუდგები იმ სიტყვას, რომელიც ღმერთმა განგვიცხადა და ამიტომ არის, რომ აი სიტყვა იძლევაო სულიწმინდას და ხშირად პავლე მოციქული ამბობს ქრისტეს სულს ეძახიან. ქრისტეს სული, იმიტომ რომ სიტყვის გარეშე სულიწმინდა მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ არ მკვიდრდება. სიტყვით მკვიდრდება. თუ აი სამოთხეში თუ შთაბერაო სული სულიწმინდასთან ერთად და მერე მიცა სიტყვა. ჩვენთან პირიქით არის. ჯერ გვაძლევს სიტყვას და რომ შეუდგებით სიტყვას, აი ცნობიერი, იმიტომ იყო ეს კათაკმეულობა, განათლება. და ძველად სხვათა შორის ეს ნათლობა, აი დღეს არის ესე ბერობა. ბერობა ნუ ცხოვრების წესია სხვა, მაგრამ აი ნათლობა, აი დღეს როგორც ბერობა არის მიჩნეული, რომ სრულიად სხვა ცხოვრებას იწყებს, ასე იყო ძველად მიჩნეული. ვინც ხო, აღთქმა იყო, შენ აღთქმას დებდი და ეხლა დღეს ნათლობა არის, ნუ რაღაცა ესეთია ტრადიციად იქცა და ეს ტრადიცია არ იყო. ის შენ იმ ცხოვრებას წყვეტდი. იმას იქ რო სწავლობდი შენ ქრისტიანობას რო ღებულობდი, იმ ცხოვრებას წყვეტდი და იქიდან მხოლოდ ჩვევები ხრჩებოდა. ამ ჩვევების მოშაშორებლად იბრძოდი. და სხვა დანარჩენს უკვე ვიყავი ისეთი ქრისტიანი, ისეთი სრულყოფილი როგორც სხვა. და ამიტომ შენ მოვალეობა ყველაფერი სხვა იყო. და გზაც სხვა იყო და უკვე ნათელღებული ეს იყო, აი როგორც დღეს ბერი. ეს აღკვეცილია და ბერია. აი ესეთი ის იყო. ნუ ბერი ცხოვრების წესით არა, რა თქმა უნდა, ნათელღებული ქორწინდებოდა და ჩვეულებრივი რაც მიღებულია ჩვენთან ტრადიცია, მაგრამ ის ცოდვას არ ჩადიოდა, ვინც შეგნებულად ღებულობდა ნათლისღებას, ის ღვთის წინაშე მომაკვდინებელ ცოდვას მით უმეტეს არ ჩადიოდა. როგორც იოანე ამბობს, რომ არის ილოცეთო ძმებზეო, რომლებსაც მომაკვდინებელი ცოდვა არა აქვთო. და მომაკვდინებელი ცოდვა არის ღმერთის უარყოფა, მაგრამ ადამიანი ცოცხალი ყოველთვის რაღაცა შეცდომებს უშვებს. ახლა შეცდომა და ღმერთის უარყოფა სხვადასხვა არის და ამიტომ ეს ნათლობა არ არის ისეთი რაღაც მოვლენა, ეს არის სრულიად სხვა მართლაკდები სოფლისთვის და როგორ არის იცით, აი პრაქტიკიდან გამომდინარე, აი ახალგაზრდები, რომლებიც ნათელღებულები არიან ჩვენები და ყოფილან სხვა ქვეყნებში, ყოფილან სხვაგან, სადაც არ არის ეს ისა, ბევრს უთქვამს, რომ უგრძნიათ რა, იმათი იდეა, იდეოლოგია ესე სხვა არის, აი სხვა რაღაცისთვის ცხოვრობენ. და ნათელღებული ადამიანი მაინც რომცა რაღაცა ისეთი ძალიან დიდ ქრისტიანად არ თვლიდეს თავს, მაინც სხვა არის. სხვა იდეოლოგია აქვს უკვე მაგას, იმიტომ რომ ის სული დაბადებული რო არის ღმერთში, ის სხვანაირად ხედავს, ხედვასაც სხვანაირად იწყებს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნათლისღება იმ გაგებით, რომ შეუდგეთ ქრისტეს, ანუ ქრისტეს ცნობიერებას და მამები ასწავლიან ესეთ რაღაცას, რომ ნათლობის დროს ადამიანს სრულიად მიეტევება ნებისმიერი ცოდვა. რჩება ჩვევები. და აი ამ ჩვევებს უნდა ებრძოლოს. იმიტომ რომ ჩვევებს ადამიანი შეუძლია ისევ იმ ცოდვაში ჩააგდოს, რაშიც მანამდე იყო. ერთი ბოდიში გაგაწყვეტიებთ ამაზე ესეთი ანუ ეს დაცემის დროს რა მოხდა ადამი მარტო დამნაშავე კი არ იყო, არამედ იყო გახდა სნეულიც, ხო? მარტო დანაშაული კი არ ჩაუდენია ღვთის წინაშე, არამედ სენით შეეყარა. და ესეთი მაქვს წაკითხული ამ იმას ადარებენ, აი ატომურ სადგურშიო კაცი რომ მუშაობსო და უთხრესო რომ ამ ღილაკს ხელი არ დააჭირო. და ამ კაცმა რაღაც მიზეზის გამო მაინც ადგა და ხელი დააჭირა ამ ღილაკს. და მოხდა რადიაციული დასხივება. ეხლა ამ კაცის შთამომავლობა ამ ქალაქში რო იბადება, ის ბუნებრივად ხდება იმ დასხივების მიმღები. მაგრამ იმას რო ღილაკს ხელი დააჭირა, ამაში მის შვილებს ბრალი არ მიუძღვის. მაგრამ რადიაციის იმის რადიაციის ხო შედეგების მატარებლები არიან. მაგრამ არა იმ ბრალის, რაც ადამიანმა გააკეთა. და ხა ეს ხშირად მესმის ესე რომ ადამიანის ცოდვები ეპატიება. ანუ ადამიანმა რაც გააკეთა, რაც რო არ დააკვირდი, ხა მივხვდი რას ამბობ. აქ დააკვირდი, ადამი რო დაეცა, სნეული გახდა არასწორია. სნეული არ გამختარა. სულით მოკვდა, ხორცით არ მომკვდარა. და ხორცით არც მოკვდებოდა. ხო, ეს განდევნის მერე ხდება. ანუ არა, წყევლა ხდება. ანუ ავტომატურად რომ მომხდარიყო ის, რაც ადამიანს შემდეგ დაემართა, მაშინ ეს იმ აფეთქებას მსგავსი იქნებოდა. მაგრამ ადამი არ მომკვდარა, არც მოკვდავი გამხდარა, მოკვდა სულით. მოკვდებიო რო უთხრა, ხორცით მოკვდების არ ნიშნავს. მოკვდა სულით. გაგვირდი? სულით სიკვდილი ნიშნავს, რომ მისგან გავიდა სულიწმინდა და გავიდა სიტყვა. სიტყვა ღვთისა, რომელიც მასში იყო, რომელიც მას მიცა ღმერთმა. ანუ ადამი მოშორდა ღმერთს და ადამი ისეთი იყო შექმნილი, რომ მას შეეძლო, რომ ღმერთი არ მოშორებოდა არასოდეს და თუ ის არ მიიღებდა ბოროტის სიტყვას და შეინარჩუნებდა ღვთის სიტყვას და დაუჯერებდა ღვთის სიტყვას, არასოდეს არ მოკვდებოდა და მისი ბუნება გახდებოდა უკვდავი. ხორცით, სულით. მაგრამ ბუნება თვითონ სულით მოკვდა, ბუნება დარჩა უკვდავი და უკვე ღმერთი გამოჩნდა გარეთ და ადამი იმალება. ღმერთს გაურბის, როგორც აი პაპანახება სიცხეს, გაურბის ადამიანი და სადღაც ემალება და თავს აფარებს. ანუ რა ვარიანტი რჩებოდა, რომ თუ ასე დარჩებოდა ადამი, ღმერთს უბრალოდ ღმერთი ვერ გამოჩნდებოდა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მას ეშინია და ვაიმე არ შევაშინო და იყოს იცხოვროს ისე ადამი გახდებოდა ცხოველი, ჩვეულებრივი, სულით მკვდარი, ხორცით ცოცხალი და ნუ ისევ იმას, რაც რისთვისაც შეიქმნა ადამი და როგორიც შეიქმნა, ვერასოდეს ვერ დაიბრუნებდა. ანუ ღვთის მსგავსებას ვერასოდეს ვერ დაიბრუნებდა, დარჩებოდა ღმერთის გარეშე. აი ამიტომ ეუბნება ღმერთი და წყევლის. ადამიანის ბუნება იწევლება. მიწახარ და მიწად მიიქეცი. ოფლითა შენითა ჭამდე და განიდევნება 64. 3 წყევლა. აი ეს 3 წყევლა არის შედეგი დაცემის, ოღონდ დაცემის შედეგად არ მოხდარა, არამედ წყევლის შედეგად მოხდა. ეხლა ადამიანის ცოდვის მატარებელი რაში ვართ? რომ ადამი 64-დან გამოვარდნილი უკვე ადამი სულით არაფერი არ დაზიანებულა. სულს. ანუ დაგვირდეთ ხორცი ხო ზიანდება, სული არ ზიანდება ესე. უბრალოდ ღმერთი შორდება. თორე სული ისეთია როგორი შექმნა.
და უკვე მისი სული ამიტომ ნოეზე არის ეს მეც გამიკვირდა რომ წავიკითხე რომ სრული იყო ესე წერია ძველთან ნოე იყო თავის თაობაშიო სრულიო სხვა დანარჩენი იყო გარყვნილი თაობაში იყო სრული ნიშნავს რომ უკვე რა სრულყოფილება სული სრულყოფილება არის ანუ ადამიანის სული სრულყოფილება იყო პირველი რომ ღმერთს შეერთებული დაიბადა მაგრამ ღმერთს მოშორებული უკვე ძებნის რომ მან იცის ღმერთი და ღმერთს usmens რომელიც გარეთ არის მის გარეთ აი ეს სისრულე ქონდა ნოეს ეს სისრულე ქონდა აბრამს ეს სისრულე ქონდა ოღონდ ეს სისრულე არის ადამიანური მაგრამ კაინი და აბელი რო შევადაროთ აქაც ერთმანეთს ხო აბელი მართალი კაცია ხო სისრულე ანუ უკვე სისრულე რა გახდა რომ იცი შენი მდგომარეობა იცი ღმერთი ხო და უსმენ ღმერთს ეს გახდა ადამიანის სისრულე რომელმაც მოამზადა კაცობრიობა აი სრული ღმერთკაცის მისაღებად რაც არის ქრისტე ამიტომ თვითონ ჩვენ ადამიანის ჩადენილი ცოდვის შედეგად დაწყევლილი ადამიანის შვილები ვართ ბუნებით ანუ ჩვენ მატარებელი ამ მდგომარეობის მატარებელი ვართ იმიტომ რომ ის ამ მდგომარეობის მატარებლები ვართ ხო ნათლობით რა მიეტევა ხო აი ესეც ის არის ანუ ამ მდგომარეობის მატარებელი სულის გარდა ხორცით ამ მდგომარეობის მატარებელი ბადება ქრისტეც ანუ წევლის ქვეშ დადგაო თვითონაც ანუ წევლა არ გააუქმა ამიტომ აი პავლე მოციქული რო ამბობს დააგვირდით მოსე როდესაც თიდან ჩამოდიოდა სახე ქონდაო გამწყინებული და ებრაელებიო ვერ უყურებდნენო და მოსემო თავზე საბურავი შემოიხვიაო და ესო წარმავალი ნათელი იყო და ჩვენო სახე ახდილი უყურებთო ის იყო წარმავალი ნათელი ჩვენ სახე ახდილი უყურებთ ეხლა დააგვირდი როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე ადამიანში იმკვიდრებს მაგრამ ხორცი არ იცვლება წევა არ უხმდება და დააკვირდი სულის სიკვდილი არ იყო წევლით ხო ხო არა სულის სიკვდილი ცოდვის დროს იყო სულის სიკვდილი ადამიანის სული რომ მოკვდა ეს იყო ადამიანის შეცოდება თორე ადამიანი რო ხორცილად ყვება ეს არის წევლა ეს უკვე ღმერთისგან არის დააკვირდი ანუ ხორცი წევლით ისჯება და სული შეცოდების დროს განშორდა ხო ამიტომ ქრისტეს სატანა ეუბნება რომ გააუქმოს წევლა სამი საცდური სამივე ის არის წევლის საწინააღმდეგოდ აი ეს გააუქმოს უნდა თუ ღვთისძე ხარო რატო დაგწევლაო რა არის ეს პურიო საშოვნი გაქო როკუდებიო და 64-დან რატო გამოგაგდოო და ქრისტე ამას არ აუქმებს დააკვირდი ქრისტე ღმერთის წევლას კი არ აუქმებს თვითონ ღმერთია და მისია ეს საჯელი მან დაგვადო მაგრამ ეს საჯელი თვითონაც დაიდო და ანუ რატო აღადგინა ადამი რომ როგორ აღადგინა ადამის შეცდომა ადამი ხო მოატყუა მან და თავისი მამის შეცდომა მან გამოასწორა არ ტყუდება არამედ პირიქით როგორც მამები ამბობენ ეშმაკს ატყუებს ანუ სამჭედური გადაუგდო ხორცი ანუ ხორცი დაუთმო და ეშმაკმა იფიქრა მოკლავდა და მე ჯვარზე უბნება გადმოდი და უკვე დაბნეულია იმიტომ რომ იცის რომ ხორცის მოკლით სული არ ყდება ეშმაკმა ეს იცის და იცის რომ ჯოჯოხეთსაც დაკარგავს და დაიბნა აი ეს და გადმოდი ეუბნება და ამიტომ როდესაც ქრისტემ აღადგინა ადამი და აღვადგინა ჩვენ ნიშნავს იმას რომ ჩვენი სული რომელიც ადამის შეცდომით მოკვდა ის აღადგინა ანუ აღდგომა ამ ქვეყნად
ხდება მხოლოდ სულით, მაგრამ ეს ხორცი არ ეტყობა. ანუ ხორცი არ არის აღდგენილი. ხორცი ღმერთმა აღადგინა, აი მაგალითად აღდგომის შემდეგ ქრისტე რო აღსდგა, ეს არის მომავლის სახე. ეს ამ ქვეყნად არ ხდება. და ის სახარება, რომელიც სახარებაც არის აღდგომის სახარება, ის არ არის უკვე ამქვეყნიური. ის მიღმიერია და ესეთი იქნება ადამიანის ხორცი აღდგომის შემდეგ. მაგრამ ამიტომ არის წმინდანებს რო შარავადებს რო უკეთებენ. სულით აღდგომა არის ამ ქვეყნად, როგორც სულით სიკვდილი იყო სამოთხეში. ხორცი სიკვდილი იყო ამ ქვეყნად, ხო ესეა? აი სულით სიკვდილი თუ სამოთხეში იყო, ანუ სამოთხეში მოკვდა. ამ ქვეყნად სამოთხესთან შედარებით ჯოჯოხეთია, ხო ეს ქვეყანა? აი ამ ქვეყნად აღადგინა სული ქრისტემ. ამ ქვეყნადვე აღადგინა. იმ ქვეყნად კი არ აღსდგება. ამ ქვეყნადვე აღადგინა. და იმ ქვეყნად აღსდგება ხორცი. მეორედ მოსვლის დროს. ამიტომ როცა ვამბობ წინაპართა ცოდვა, ნიშნავს რომ ადამიანის შეცდომით ღმერთი რომ მოშორდა, ღმერთს მოშორებულები, ანუ ცოდვის შედეგად რაც ღმერთმა დაწყებლა, ისეთი ვიბადებით. მოკვდავი და ღმერთს მოშორებული სული. და ქრისტეთი, ამიტომ ეძახიან ქრისტეს პავლე მოციქული რო ამბობს, მეორე ადამი. მეორე ადამი არის ამ გაგებით, რომ ვინც ქრისტეთი იბადება, სული ცოცხლდება. და ხორცით იგივე რჩება. ანუ ჩვენ ორივე ადამიანის შვილი ვართ. ეხლა ეს შენდობა მოხდა ამის. შენდობა ზუსტად ნიშნავს, რომ ადამიანი შეუერთდა ღმერთს. ღმერთი უпростоრით ღმერთი შეუერთდა ადამიანს. ანუ რაც განშორება მოხდა იქ აწმყოდროში, ანუ სულს გაშორდა ღმერთი, აქ აწმყოდროში ხდება სულთან ღმერთის შეერთება. და ეს არის შენდობა, რომ ვამბობთ, რომ ის ცოდვების მიტევება. ხო, ცოდვების მიტევება, რომ ღმერთი რომ მოშორდა და დააკვირდი, რამხელა ბუმბერაზი მამები იყვნენ, ხო? და სული არ მკვიდრობდა. ანუ შეუძლებელია სული დამკვიდრებულიყო აბრაამში და ჯოჯოხეთში წასულიყო. როგორ წავიდა და ჯოჯოხეთში ღმერთს შემოსილი, ხო? ვერა. და სული, იმიტომ რომ სიტყვა მოვიდა, სიტყვა რომელიც ადამიანმა უარყო. და ეგ ცოტა ისეთი ის არის ახლა ისინი ხო ღმერთს მისდევდნენ. აი ძალიან რთული გასაგებია, მე კვირაებია მაგაზე ვფიქრობ რწმენაზე, რომ ამბობს პავლე მოციქული, რომ სანამ რწმენა მოვიდოდა, მანამდე ვიყავითო რჯულის ქვეშ მომწყდეულები. სანამ რწმენა მოვიდოდა. და რა რწმენა არ ქონდა იმათ? ხო, როგორ არ ქონდა რწმენა აბრაამს, მოსეს? ხო. ქონდა და რამხელა ის არის, რომ მეორენაირად თუ ვიტყვით, რომ აი აბრაამს, მოსეს ვისიც სწამდათ, ვისიც ჯეროდათ, ის მოვიდა. განგაცდა. ის მოვიდა, ის წმენა, ისი წმენაც ჰქონდათ. რისი ჯეროდათ, ის მოვიდა, ის განგაცდა. და იმან მოგცა უკვე არა ამ ქვეყნიური მოგების რწმენა. არამედ იქაური. დააკვირდი ახლა მოსე აბრაამს წმენა ჰქონდა რისი? რომ ამ ღმერთი არსებობს და ამ ქვეყნად ღმერთი ეწევა. ხო ესეა? ერთს გამოიყვანს, ახთხულ მიწას შეიყვანს, მაგრამ აი იქ მაინც ვერ მიდის. სამოთხეში მაინც ვერ შედის. რისიც წამს იმასთან მაინც ვერ მიდის. იქ ვერ მიდის, ნაყოფს ვერ ღებულობს. ნაყოფს იძლევა მხოლოდ ქრისტე. სიტყვის განკაცება. ხო, ქრისტეს ის არის, ქრისტემ რა მოგცა. ხო, ქრისტემ მოგცა ზუსტად ის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავში შეაერთა, ღმერთმა შეიერთა ადამიანი და საკუთარ თავში შერიგდა ღმერთი და კაცი. ქრისტეში პირველი სამკვიდრებელი ძე შეიმოსა და სულიწმინდის სამკვიდრებელი და მამის, ვინც მე მიხილა, მამა იხილა, არის ქრისტე. კაცობრივი ბუნება. ანუ ქრისტეში მკვიდრობს
ღვთაებრივი სისავსე. ღმერთი თავისი სისავსით. სამება თავისი სისავსით. აი ეს ქრისტე ხდება, ადამიანი ხდება ღმერთის სამკვიდრებელი და აი ეს ადამიანი გვაძლევს ჩვენ სული წმინდას და ღვთის სული წმინდის ჭურჭლად. და ჩვენში სული წმინდა იმკვიდრებს, მაგრამ არა განუშორებლად. ვიბადებით, მაგრამ უკვე ჩვენზეა რამდენად მოგშორდება და რამდენად არ მოგშორდება. ეს ამიტომ არის სინანულს მეორე ნათლისღებასაც ეძახიან. ნათლისღება რა არის? აი ისევ სულიწმინდის მობრუნება ჩვენსკენ. აი ეს არის ხა თქვენ რასაც ამბობდით რომ ებრაელი ერი რომელმაც იმ ზღვაში გაიარა, ანუ ის ნათლობა და იქ ჩაიხრჩო ფარაონი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ ისინი ავტომატურად იერუსალიმში აღმოჩნდნენ. მთელი გზა უნდა გაევლოთ თვითონ რომ და ამ დროს რამდენი დაიღუპა უდაბნოში, ღვთისგმობაში და ღმერთის უარყოფაში, ანუ ნათლობა მოხდა ესე რომ ვთქვა ადამიანში, მაგრამ თუ ის ადამიანი შემდეგ ცხოვრებით ღმერთს განუდგება, მისთვის ეს ნათლობა არაფრის მომცემი არ არის, მაგრამ ის რომ აღთქმულ ქვეყანაში შეხვიდე იერუსალიმში, ამისთვის აუცილებელია რომ ის ზღვა გაგევლო. კი ბატონო და ის თავარი მტერი მოშორებულია ფარაონი, ეშმაკი, მაგრამ ახაც არის მისაზებრძო შენი ის არის, ხო და ახაც ბრძოლები გაქვს. მაგრამ ის თავარი მტერი არ არის. ვის შენ გეშინოდა, ვინ შენ ძლევდა, ეტლებიდა და ჰუნებითა ვინც მოგზდევდა, ის არ არის. და აქ უკვე ისეთი მტერია, რომლის დაძლევა შეგიძლია. აი იმასთან არის სხვათა შორის პირველი ფსალმუნი რო იწყება დავითმა ფსალმუნი ესია რომ ნეტარ არის კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღთოთასა და მე გრძელდება და აქ არის საინტერესო ის რომ ნეტარია ის კაცი რომელიც არ მივიდაო თორე ის უღმრთოთა გზა არსებობს მაგრამ ნეტარ არის კაცი რომელი არა მივიდა როდესაც შენ არ მიდიხარ ბოროტებასთან როდესაც შენ არ გინდა ბოროტება და ეს ზუსტად ნათლობის შემდეგ შენ როგორ იცხოვრებ თუ შენ ამდენად არ გინდა ბოროტება აი ამით ხარ შემდეგ თუ გადარჩები თორე თუ მარტო მოინათლე და შემდეგ ცოდვით იცხოვრე და ბოროტებით იცხოვრე ნათლობა რა თქმა უნდა რა აზრი აქვს და ესე დროს და აი ქრისტეც რო ინათლება და ნათლობის შემდეგ მიდის უდაბნოში შემდეგ ხდება ეშმაკი ებრძვის ქრისტეს სული რო გადმოდის ხო სული რო ამის შემდეგ და აქ რო იმარჯვებს ქრისტე ეშმაკზე აქ საინტერესო არის ის რომ აი ადამიანთანაც იგივე ხდება რომ ადამიანთანაც მოვიდა ეშმაკი და ებრძვის მაგრამ დანაშაულე ხშირად არის დღეს რო გაგვიგია რომ ადამიანი ამბობს რომ აი გულის თქმები მაქვს ეშმა რაღაც ისეთი სიტყვები მესმის ისეთი აზრები მომდის ცუდი ბილწი ბოროტი აზრები და რა ვქნა ესე დროს როგორ მოვიქცე ცოდვაში ვარ თუ რა და აი ვიღაც რო გირეკავდეს და გეუბნება რომ ადექი და ეს ბოროტება გაუკეთე შენს მეგობარს მაგრამ ესე დროს მე გაუთიშე მას ყურმილი და ვთქვი რომ არ გავაკეთებ დამნაშავე არ ვარ მაგრამ ვიღაც რო გირეკავს და გეუბნება ეს გააკეთე და ამას რო აკეთებ აი ამ დროს ხარ შენ დამნაშავე და ის რომ ცუდი და ბოროტი აზრები მოდის ადამიანთან ადამიანის დანაშაული ეს არ არის ადამიანის დანაშაული არის როცა აღასრულებს მას იმიტომ რომ თუ ეშმაკის აზრი გესმის შენ ესე მაშინ უნდა ვთქვათ რომ ქრისტეს რომელსაც უდაბნოში ეშმაკის აზრი ესმოდა ქრისტე დამნაშავეა მაგრამ არ არის ქრისტე დამნაშავე როგორც არც ადამი იქნებოდა დამნაშავე 60-ში მან რო ეშმაკის აზრი მოისმინა თუ ის არ გააკეთებდა ამ ეშმაკის აზრს და ამიტომ არა გულის თქმებში არა ის გულის თქმების ბოროტი აზრები რომ მოდის ის გვაზიანებს ჩვენ არამედ ის რომ როცა მას ავყვებით ხო და ეს ეშმაკი ადამიანში შემოდის აზრებით ხო და ჩვენ აი ადამი ურჩია და მოტყუდა ხო ნუ ევა ამას შეჭამთ ესე გახდება ნახეთ სიტყვით შემოვიდა სიტყვა შემოდის და როდესაც ჩვენში არის ქრისტეს სიტყვა შემოსული მაშინ ვიცით რა არის ეშმაკის და რა არის ქრისტეს ამიტომაც არის აი ხშირად არის ხოლმე აი დღეს მეც მეკითხებიან ხოლმე აი მეორე მოსვლაზე და ანტიქრისტეზე ისაუბრე და რაღაც ისა და მე ხშირად არ საუბრობ ამ თემაზე და
ესეთ რაღაცას ვეუბნებით ანტიქრისტის ამოცნობა თუ ანტიქრისტეს ამოცნობა თუ გინდათ ძმებო და დებო გისწავლეთ ქრისტე შეიცანი ქრისტე ხო და ის გიჩვენებს ავტომატურად იცი ვინ არის ქრისტეს მოწინააღმდეგე თუ შენ ქრისტე არ იცი ანტის მოწინააღმდეგეა მაგალითად ქრისტე ჩაანაცვლო შენში და როგორ ვერ მიხვდები მაგას მიხვდები ამიტომ ჩვენში რო ნათელია შემოსული ნათელი აი ეს გვაჩვენებს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი რომ ის არ შეიძლება თუნდაც აი მეგობარზე თქვი ხო და ქრისტემ რა თქვა მეგობარზე იმაზე დიდი მეგობრობა არ არსებობს რომ მეგობრებმა მეგობრისთვის თავი დადოსო ხო აი ესე იგი ვიცით ქრისტემ რა გააკეთა ვიცით ქრისტემ რა თქვა მეგობრობაზე თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და როგორ იმას როგორ ვავნებ მე უნდა ვევნო მისი გულისთვის ხო ეს ვიცი ეს სიკეთეა თორსა ეს ვიცი მე ქრისტესგან მეგობრისთვის თავდადებაა ყველაზე დიდი სიყვარული ამ შემთხვევაში მე უკვე ვიცი სიკეთე რა არის მაგრამ როცა ეს არ იცი აი მაშინ ვერ არჩევ შენი ცხოვრა თუ მან და მამაშინ რო ახსენა ეს მეც ხშირად მithქვამს და რაღაცებმა ეს ვერ გაიგეს ტელევიზიის და თქვი რომ აი ნათლობაზე რომ პავლე მოციქული რო ამბობს რომ მადლობა ღმერთო რომ ნათლის ცემა და არ მოუვლენივარო ღმერთო არამედ სიტყვის სახარების საქადაგებლად ანუ სიტყვის საქადაგებლადო მე მინდა უთხრა ახლა ადამიანები ვინც გვისმენენ დააკვირდნენ ერთ რაღაცას აი რასაც ჩვენ ახლა აქ გეუბნებით რასაც განგემარტავთ რასაც გასწავლით თუ როგორია ქრისტიანობა რა არის ქრისტიანობა რა მოიტანა ქრისტემ რა მოგცა ქრისტემ თუ ამას თქვენ შეიმეცნებთ აი მაშინ თქვენი ნათლისღება არის საცხონებელი თორემ შეიძლება ადამიანი ყველა მგდელს შეუძლია ვინც მართლმადიდებელია და ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია ყველა შეუძლია ნათლობის აღსრულება არ არის ის რთული მისი აღსრულება მაგრამ შეიძლება ანუ ვერ გასწავლოს ქრისტე რა არის ის მონათლული ხარ მაინც რა თქმა უნდა მან იცის თუ არ იცის ის ნათლისღება არ ხდება მღვდლის მადლით ეს ხდება ეკლესიის მადლით და იმის მღვდელი სრულიად უცოდინარი რო იყოს ქრისტესი მაინც მონათლული ხარ იმიტომ რომ მართლმადიდებელი ეკლესიაში მიხვედი და მართლმადიდებელი ეკლესიის მადლითი ნათლები და ამიტომ ნათლობისას თავარი რა თქმა უნდა რომ უნდა მოინათლო და წესი უნდა აღსრულდეს მაგრამ უმთავრესი არის ქრისტეს შემეცნება ამიტომ ამას ამბობს პავლე ამას ამბობს რომ მე ქრისტე უნდა შეგამეცნოთ ამისთვის მომავლინა რომ ქრისტე განგიცხადოთ თორე ამ წესს ასრულებდნენ დიაყვნებიც იმ პირველ ნათლისღებას დიაყვნები ასრულებდნენ მერე მოციქულებს მოუწოდებდნენ და ხელდასხმას ასრულებდნენ რაზეც რომლის დროსაც სულიწმინდა გადმოდიოდა ამიტომ ყველაზე მთავარი არის ნათლისღების დროს რომ ნათელი მივიღოთ სიტყვით იგივე ხდება ზიარების დროსაც აი მაგალითად ზიარების დროს ჩვენ ნამდვილად ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს ნამდვილად ვეზიარებით მაგრამ ქრისტემ თქვა რომ ეს არის ცოდვათა მისატევებლად მოსაგონებლად შემდა ანუ თუ ჩვენ ქრისტეს ვიგონებთ ვიხსენებთ ვიცით გვესმის ქრისტესი რა გააკეთა რატო გააკეთა რატო მოკვდა ჩვენთვის რატო დაგვიტოვა ჩვენ თავისი სისხლი და ხორცი და ჩვენთვის მკვდარია და ჩვენთვის ჯვარცმულია და ამავდროულად ჩვენ სხვისთვის შეგვიძლია ჯვარს ვეცვათ და სხვისთვის შეგვიძლია ვიცხოვროთ როგორც მან იცხოვრა როგორც მან შეგვიყვარა ესე სხვა შეგვიძლია შევიყვაროთ ხო მხოლოდ ამ შემთხვევაში ის ზიარება არის ცოდვების მისატევებელი და საცხონებელი სხვა შემთხვევაში დასაჯელად ღებულობთო ანუ თუ ცნობიერებით არ ვეზიარებით ჩვენ ქრისტეს აი ეს წესები რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ შეიძლება ამის გამო უფრო დავისაჯოთ ნათელღებული უფრო დაიჯება ვიდრე არანათელღებული თუ ის ქრისტეს არ მიყვება არანათელღებული ხო არ მიყვება თავისთავად ნათელღებული ხო მოინათლა და უნდა გაყვეს თუ არ მიყვება მეორედ მოსვლის დროს ეს უფრო მეტ საჯელს დაიმსახურებს ერთ-ერთი პატერი კი არის ჯოჯოხეთის ცეცხლში ნახავს ერთი მამა
ერთ ადამიანს, რომელიც ცეცხლში იყო ყველამდე და ეკითხება რა გჭირსო ესო რა ხდებაო ქვემოთ რა არისო და რას ამბობ მეო თავი მაინც მიჩანცო და ეპისკოპოსის მხრებზე მდგევარო ეპისკოპოსი არისო ჩემს ქვემოთო ეს ნამდვილი არის ესეთი შესაძლებლობა იმიტომ რომ ეპისკოპოსი რომელიც ღმერთს არ ემსახურება მიუხედავად იმისა ეპისკოპოსია ის უფრო მეტ ცეცხლში ჩავა და უფრო მეტ ჯოჯოხეთში წავა რადგან მას მეტი ქონდა მიცემული და არ იყო სარწმუნო მონა. ამიტომ ნათლისღები ჩვენ ძალიან დიდი რამე გვეძლევა და ვალდებულები ვართ ნათელღებულები რომ ქრისტე შევიცნოთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ შეგაცნობთ ყველა ნათელღებულს, შეგაცნობთ, გაგაცნობთ, შეგამეცნებთ ქრისტეს, მამას, ძეს და სულიწმინდას იმდენად, რამდენადაც ის ჩვენთვის არის განცხადებული და ამიტომ მოусმინეთ, შეიცანით, შეიმეცნეთ და მეცნიერებით ემსახურეთ ღმერთს. მეცნიერებით, პავლე მოციქული ამბობს, მეცნიერებით არ ყავდათო ღმერთიო. ამიტომ გადასცაო ღმერთმა საძაგლის კეთებას. ამიტომ თუ რამე საძაგლის კეთებას გადაგცათ ღმერთმა, იცოდეთ რომ იმიტომ რომ ღმერთი მეცნიერებით არ იცოდით. ქრისტიანობა არ არის რიტუალების რელიგია. რიტუალების რელიგია იმ გაგებით რომ რიტუალში თუ შენ შინაარსი არ მიიღე იმ რიტუალიდან არაფრის მომცემი არ არის და არის რელიგიები მაგალითად სადაც რიტუალს აქვს მნიშვნელობა თუ მაგალითად ორმა მორწმუნეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა ცოდვაენდობა თუ მაგალითად ერთი დღე შიმშილა და იმარხულა ერთი წლით წინას არ ცოდვაენდობა და ესეთი რიტუალური ისინი აქვს სხვადასხვა რელიგიებს და ქრისტიანობაში მთავარი არის ეს შინაარსი და ღვთელიც ზუსტად აი ამ ღვთლის ფუნქცია ანუ მასწავლებლობა ის არის რომ აი ამ შინაარსის გაგებაში უნდა დაგეხმაროს აი მაგალითად ეკლესიებში თუ არ ვცდები რუმინეთის ეკლესიაში არის ყველა მღვდელს ხო შეუძლია რიტუალის ჩატარება ნათლობა და ასე შემდეგ მაგრამ ქადაგების უფლებას ცალკეა ყველას არ აქვს ამისთვის ცალკე რაღაცა ლოცვას უკითხავენ რაღაცა წლების და გამოცდილების მერე და მერე აძლევენ ქადაგების და ხალხთან ურთიერთობის უფლებას თორე ახალნაკურთ მღვდელს არ აქვს ესე რომ მოძღვრობითი იმისის არ ენიჭება უფლებები და ეს არის საბერძნეთშიც ხო ჩვენთან არის რომ წესი მიიღეს თითქოს მღვდელს აუცილებლად სემინარია უნდა ქონდეს დამთავრებული, მაგრამ ისე პაჭკავენ მღვდლებს ზოგიერთ ეპარქიებში რო ვიცით ჩვენ არ ვიცი აი საერთოდ არა ეგ ეხა რო ამბობს იქ ბასილი დედის ისე კარგად საუბრობს და განმარტავს და ეხას ისე უსმენს რომ ეთქო მარტივისა წარვედა მოიმოწაფენით და ნათელს ცემდი და იგი წარვედით და მოიმოწაფენით ანუ რომ ჯერ უნდა დაიმოწაფო, უნდა აღზარდო, უნდა განსწავლო და ამის შემდეგ მეორეა უკვე ნათლობა. ხო და ეს აი ამ შინაარსში მხელა დიდი რაღაცადებს ქრისტიანობის შინაარსში რომ დღეს უმეტესობა თუ არა ბევრი ნაწილი მაინც ქრისტიანობაში რიტუალებს უფრო მისდევს და აი მღვდელთანაც ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ მოდის ადამიანი და აი მინდა აღსარება გითხრა და მე დაждები და ვერც თვითონ საუბრობს და შენც ისე რაღაცა გრძნობ თავს და აი თვითონ აი ეს ფორმა მღვდელთან ურთიერთობის დაწყების რომ აი მიდის პირდაპირ ადამიანი და გონია რომ აღსარება უნდა უთხრას და ამითი დაიწყოს მღვდელთან ურთიერთობა ესეც არ მიმაჩნია სწორ ფორმად რა აი მანამდე ჯერ ურთიერთობა უნდა დაამყარო ხო მღვდელთან გაესაუბრო უნდა მოусმინო უნდა მის ქადაგებას იმიტომ რომ აი ამ ურთიერთობას მოაქვს მე ის ნდობის ფაქტორიც და ის რაღაც გაშინაურებას და მე უფრო იხსნება ადამიანი და გესაუბრება თავის რაღაც პრობლემები იქნება თუ რა იქნება და ამიტომ ხდელი ამაში უნდა გეხმარებოდეს რომ არა ის რომ პირდაპირ მიხვიდე და აი ახსარებითი ურთიერთობა დაიწყო არამედ დაგანახოს ის თუ ხო რა გაქვს ახსარებო და აი რაღაცა თანმიმდევრულად უნდა მოგიდგეს და აი ეს ბევრს ბოჭავს რომ აკვირდები ეკლესიაში სიარულის და საწყებად აი მღვდელთან საურთიერთობად ბევრს ბოჭავს ის რომ
აი როგორც კი მივა პირველ მისვლაზე გონია რომ აუცილებლად აღსარება უნდა თქვას. არ არის ეგ ჩემი აზრით სწორი მიდგომა, რომ პირველ რიგში უნდა შეხვიდე მღვდელთან ისეთ ურთიერთობაში, რომ მე შენ თვითონ მოგინდეს მასთან, რომ დაждე და გულახდილად ისაუბრე და არ იყო შებოჭილი საქმე მოციქულთას რო კითხულობ, ხო ეს არის პირველი ნიმუში მოძღვრობის, რა იყო? გადაგება, საუბარი, ურთიერთობა და ამის შემდეგ იყო, როცა შემდეგ ეს ადამიანებიც ურთიერთობაში შედიოდნენ მოციქულებთან და ასე რომ პირველია განსწავლა. ეს ბევრს აპკოლებს და აი გონცმოსვლაშიც რა არის ყველაზე მთავარი, რომ აი ერთი ამბობდა, რომ ისაო მას ეწეოდა მარიხუანა თუ პლანეტო რაღაც ისინი რო არის ხა თანამედროვე ისინი და ისეთ რამეს ამბობდა, რომ ამასო ჩემთვისო ზიანიო არ მოაქო. და ამას რო ამბობ, ესე იგი უკვე ზიანი მოგიტანა ამან. რომ გონია შენ რომ აი იმის მოწევას და ესეთ რაღაცას შენი გონებისთვის ზიანი არ მოგაქვს, ესე იგი უკვე დაგაზიანა. და მთლის მოვალეობა ის არის, რომ შენ რაც აი ფიქრობ, რომ არ არის სწორი, უпростоრად რაც არ არის სწორი, იმაზე ადვილია საუბარი თვითონ რო ხედავს ადამიანი, მაგრამ აი ადამიანს თვითონ რაც სწორად მიაჩნია და რაც გონია რომ მართალია, აი იმაში რომ დაანახებ, რომ შეცდომას უშვებ. აი შეცდომას უშვებს. აი ეს უფრო არის მხლის მოვალეობა, რომ ადამიანი აი გონს მოიყვანოს. აი სინანული ხო არის გონს მოსვლა და ხდელი ამაში უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს, რომ გონს მოიყვანოს გონს მოსვლაში. ეგეცია თოფალი, მადლობა მოსმენისთვის.